თეკლა როგორ ხარ? კარგად ლაშა, სახლიდან გამოვიქეცი. კიდე არა, ლაშა, სტუმრები იყვნენ ჩემთან და გამოვიქეცი. რა უცნაური გოგო ხარ თეკლა რა. შენთან იყვნენ სტუმრები და მაგიტო გამოიქეცი და მოხვედი ჩემთან სტუმრად. რა გინდა ხე მეც გავიქცე სახლიდან? ლაშა, არა, არის იცი სამსახურის საქმე მაქვს რაღაცა, ხო და სახლში სტუმრები რო იყვნენ, ყველა ერთად ლაპარაკობდა და ვერ ვიმუშავე და აქ მოვედი. ხო, კარგი, მაშინ კარგად მოგწეულ ხარ თეკლა. ჩვენ ხელს არ შეგეშლით შენ. კარგი, ძალიან. ისე მართლა რა ძალიან ცუდია რა. რა ცუდია რომ ეხა საქმე რო გაქვს და ხელს რო გიშლიან. გიშლიან რითით ან ლაპარაკობენ, იმდეს ლაპარაკობენ რომ ენას არ აჩერებენ, პირსაც არ აჩერებენ ფაქტიურად, ხო? თან ეხა ისეთ რამეს მაინც ლაპარაკობენ რომ გაინტერესებდეს, არ გაინტერესებს რომ აყვე მაინც. არა, ლაპარაკობენ, ერთხელ მახსოვს ვწერდი დისერტაციას თეკლა. რაღაცას აკეთებდი, ხო? ხო, ტორს ვაცხობ კი. ხო. კარგია, ეხლა დავჭდები აქ. შვიდად წყნარად ვიმუშავებ. Saturday fire starting in my თეკლა ჩვენ ყურადღებას ნუ მოგვაქცე. ჩამაბარე. იყო არამაც რასტავარ მე ღვთისაგან სვიანი მაღალი უხვი დაბალი ლაშქარ როლი ფერი ვასავარცხლე და მოწყალე ნიკა მომისმინე ახლა მე არ მცალია ვერ ვიბარებ და აი თეკლას ჩავაბარე. თეკლა იყო არამაც რასტავარ მე ღვთისაგან სვიანი მაღალი უხვი ნიკა იცი ნიკა მიდი ითამაშე. ეს როგორ გამიხარდა ისი როგორ გამიხარდა რომ ეზოში აღარ ჩავალ და აქ ვითამაშებ კალათს. აურამხელა ენერგია ვცნობ. აურამხელა ენერგია ვცნობ რა მაგარია. ვაიმე რა მაგარია ენერგიაზე რო არ მე ვარ ეხლა სკვიტი პაატა. Hoppa, scuti pata, midi pata, იცქვიდე. Hoppa, midi. Hoppa. ბატონო პროფესორი. ფილმშიდობის პაატა, მაგრამ მითხარი რომ რომელი როზეტია გაფუჭებული რომ გავაკეთე. რა როზეტი, ბატონო პროფესორო, მეკითხარი შტეპსელია მეთქე, გაფუჭებ რა როზეტი რა როზეტი. ვიცი პაატა, მაგრამ როზეტს შტეპსელს ქართულად როზეტი ქვია. მართლა? ხო, ნუ ზოგიერთები ეძახიან იმას, დენსკვიტა. დენსკვიტა? დენსკვიტა მაგარია ბატონო პროფესორი, იმიტომ რომ მე ახლა ვარ სკვიტი პაატა. ხო და სკვიტ პაატას გავუფრთხე და დენსკვიტა. ხო მაგარია ბატონო პროფესორი, ხო. აი ეს დენსკვიტა, აი დღეს ბატონო პროფესორი, მოვედი ესე სკვიტა შტეპსელში, მაგრამ არა ენერგია არ მომცა რა. აბა, ხო. მიდი ბატონო, გაქცის ბატონო პროფესორი, შემომხედე ეს გაიღიმე, რანაირი სახე, გაიღიმე ცოტა, შემომხედე. და დღეს რაღაც ვერ აქვს, რაღაც ხვანაირი მეჩვენა. მადლობა ბატონო პროფესორი, რაღაც ისე ვარო, აი, მადლობა. კომპლიმენტი კი არ გითხარი ახლა. აბა, ის ძველი პაატა უფრო მომწონდა. რაღაც ამ ენერგიას აგროვებდი და ერთ დღეს ამოხეთქე ვულკანივით თუ რა. აი ეგრე ამოხეთქე ვულკანივით ბატონო პროფესორი, აი ეგრე. დაგროვდა და ამოხეთქე და ხო ბობოქრო. მე ვარ ზინვარე ვულკანი, გაიგე, ბობოქარი ვულკანი. თქვენ ხართ მიძინებული ვულკანი და თქვენ დაგიგროვდებათ ამოხეთქავთ მე დღესაც და ეგ იქნება რა. სანამ ამოხეთქავ, მაშინ ამას გავაკეთებ. ხო, მიდი გააკეთე. მიდი გააკეთე. შენი ხო გამო? კი, აბარა. ვაი. უკაცრავად არ გამომიწევს ერთი წუთი დამელოდეთ. გამორთე. და ეს წყალი მომიტანე რა. წყალი მოგიტანო? კი, აბარა ბატონო პროფესორი, რა პრობლემაა? გამატარე.
დასაკეთებ, სად მინდა? სად მიდივარ ბატონო პროფესორო, წავალ ხა სოფელში ფეხით და წყაროს წყალს მოგიტანთ. ხო გესიამურება ცივი? ჰა? ცივი, იცი რა მხელა ენერგია მაქვს ბატონო პროფესორო, არ ვიცი, აი ვერ ვიკა, წავედი ბატონო პროფესორო. პრინციპში ბატონო პროფესორო, ეხლა იმ ხელე ენერგიაცაც ვეუბნებ სოფელში რომ ჩავიდრე. ჩავალ და ეზოდანა მოგიტან ცივწყალს, ჰა? არ არის საქმე, უნკანის წყალსაც დავლევდი. ბატონო პროფესორო, მომისმინეთ, მე არ მეზარება იმ ხელე ენერგია მაქვს, რომ არ მეზარება ეხლა. თუ გინდა ჩავალ კორპუსს დავარტყავ 10 წრეს, ზედიზედ მე სიბილით არ მოვირბირი. გინდათ ეგ გავაკეთო, ჰა? ვიცი, კი დილით გაკვირდებოდი. ხო, ძალიან ბატონს რო ურტყავ. მართლა დამინახეთ ბატონო პროფესორო, რაღაცა მინდა რომ დაგიხმაროთ. სახრახნის სამოგიტანთ. წავალ სახრახნის სამოგიტანთ, ჰა? აქ მაქვს. ხო და ამას ჩავიტან ეხლა და ამოვიტან მე ეს. არა? ნიკა, მოდი მომისმინე, მიდი ხელები დაიბანე, ახლა ეგრე ხო არ ითამაშებ კალათბურთს, მიდი, შედი აბაზანაში, მიდი. ხო. აი, სალაშა, გეხვეწები გამორთე ეგ მიქსერი რა, ძალიან მიშლის ხელს. ხო, სულ დამავიწყდა. კარგით, ეკლა კარგი არა. კარგი, მადლობა. გეხვეწები ისევ მიქსერი ჩართე რა. ისნის კარგი არ არის პრობლემა, იცი? ლაშაბიცი ორკანი გაფუტდა. რა გაყვირავს, რა ცოტა ჩუმად მითხარე. რა გავიგე? ჩუმად მითხარე. ლაშაბიცი ორკანი გაფუჭდა. ვაი. იყოს ნიკა, იყოს მე გავაკეთებ მე. იყოს ნიკა, იყოს მე გავაკეთებ. ისე თეკლა, რო ასულიყავი ელენესთან ოთახში და იგი მუშავა. მაინე არა ლაშა, გუში რომ ვიყავი ასული, ელენეს სურათები ისე მიყურებდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ, ჩემი ტანსაცმელი გაიხადეო. ისე გეტყოდნენ კი. არა, ჩვენ ხელს აღარ შეგისლით, ეკლა მე მორჩი თითქმის ეხლა ყველაფერს. ერთი წუთი, უბრალოდ მოდი ერთი წუთი რა, ეს ჯამი გადადგე ხელი მაგ დასრული აგერ და. ეს? ხო, აი ეს. აჰა. ხო, აი ეს ქვილი გადადგე ბარე. აჰა. ხო, კარგია. ისა. ეს კვერცხიც რა ბარებ რა. კარგია. კარგი. Serves a fire starting in my ნიკა, მასროლინე მაინც. რაღაცა მინდა რომ დაგიხმაროთ, ან გამომხმოდი, გამომხნევებელ სიმღერას გიმღერებ თუ გინდა, რა ვიცი, ბატონო. თურბინდა რომ გათხოვ და გახსოვს? მე რა მოხდა, ბატონო პროფესორ, რა მოხდება, გრძელდება, რა მოხდა მე რა მოხდა? აი ეს დაბალ და შევხედავ კაც რო გაყვათ, სწორად ეგეც გახსოვს? აი ხო, რა მოხდა მე? გათხოვდა ეხლა თუ ის იქნება ბედნიერი თავარია ჩემთვის ბედნიერი იყოს ის თუ ბედნიერი იქნება მეც ბედნიერი ვიქნები რა ვიცი და ის კი ბურჩხალები რო იცინოდნენ აი მე კი ბურჩხალები ბატონო პროფესორი ხო კი ბურჩხალები იცინიან კიდე ოღონდ მე აღარ დამცინიან თავით ესე დადიან იცინიან რა თქმა ეს ერთმანეთს დაცინიან ფაქტიურად რა ეგეთი რაღაცა ხდება ხო ის შეიძლება ითქვას პატარო დეპრესია ფაქტიურად დაამარცხა. აბარა ბატონო პროფესორი, რას ქვია, დავამარცხე რომელია? ადრე რომ დავდგებოდი, ვაიმე რა ცუდად მახსოვს ბატონო პროფესორო, აქ რომ დავდგებოდი ხოლმე, რომ ვიყურებოდი აქედან ესე რა ცუდი შეგრძნება იყო, როგორ ნერვიულობდი, გული მტკიოდა, გულზე მხვდებოდა. ეხლა ბატონო პროფესორი, მთელი დღე რომ ვიყურო, არც ნერვიულობ, არაფერი აღარ საერთოდ არ ვაქცევ ყურებებას. აი ხა, ვიყურები, არავინ არ ჩანს, არც ნერვები მეშლება, არც რომს გამოჩნდეს, მაინც არ მომეშლება ნერვები. აი ხლა ვიყურებ, არაფერი არ ჩანს აქედან, არავინ არ ჩანს. ეხლა ვერაფერს ვერ ხედავ. მე მგონი თვალებში დამოკდა. გალაქტიონ ცაბაძე. აბიქა
ტაბიძე. ხო, ამას ვხედავ. როგორია? ლამაზია? რაც ორიგინალური მინდოდა გამომსვლოდა რა. ძალიან პრეტენზიული ქალია ის და ბავშვებიძე, იცი რა მოვიფიქრე? მე კრემს და ხილს ამოვჭა და უფრო ორიგინალური იქნება. ასე მართლა ძალიან ბანალური. ამას უყურე ერთი რა. ერთ მარცხს მაინც ავიღებ, აი ამას. დაუშველი. ვერ ხედავ ნიკა როგორ ამაკ დაწყობილი. ერთი ცალით როა იყო დაირღვევა ეს სიმეტრია. ხო, ეგ მართალია, კი. მაშინ იცი რას ვიზავ? ყველას ავიღებ. კი არ მინდა ამდენი, მაგრამ სიმეტრია რომ არ დაირღვეს. არა მეთქი ნიკა, არა. და საერთოდ შენ ამ მაიმუნობას დაანებე თავი. და ეს მარწყს მუჭა ყურებს გადგენს. ყურები რა შუაშია? რა შუაშია და რო აიღებ შენ ამ მარწყებს? მე რო ჩავიტან იმ ქალს რო ვანახებ, რო არ მოეწონება და კლიენტს რო დავკარგავ და გაბრაზებული რო ამოვალ სახში, აი მე მეკითხე ყურები რა შუაშია. აუ შენ. მოხეწებით გაჩუმდით რა. რა ვქნა, თეკლა არ ჩერდება ეს და. კრემი მაინც არ დაგჭა ცოტა, აი ამდენი. კრემი ისა ბოლომდე მქონდა გათვლილი. ზუსტად მეყო რა. ერთი ნაჭერი მაინც მომიჭერე. არა მეთქი ნიკა, არა. თეკლა უთხარი რამე რა გეხვეწები რა. 12 თვეზე გამრავლებული წლიური ნაშთი რა. მიდი შვილო, მიდი. კარგი ვაშა, კარგი რა. რატომ იშლი ხელს? ხო გთხოვე არა ეს საქმე დღეს აუცილებლად უნდა დავამთავრო. რა კიდე თეკლა ხო ჩუმადა ვარ ახლა. ხო, მაგრამ ისეთი გემრიელი ტორტის სუნია რომ კონცენტრაციაში ხელს მიშლის. არა, სადღაც უნდა დავმალო, თორე ეს ბავშვი მართლა შემიჭამს ამ ტორტს რა. საწავიღო. სად მაცივაში იპოვის? ტუალეტში გავიტან. რა ტუალეტში ნორმალური ვარ მე რა. სად შევინახო, სად დავმალო? აი, თეკლა. აი, აქ დავდებ ამ ტორტს. ხო და შენ კიდე ყურადღებით იყავი რომ ნიკა არ მივიდეს. გესმის? აი აქ. ეს მეორე ფურცელიც მოვრჩი. აი მე ხალხო სახში ხართ როგორც ხელა იწვის კალაკი ასფალტი თუქ ფეხები ჩამეს ფასოს მოდიოდეს ვისმოდი რამე გამაგრილებელი ხო არა გაქვთ გამარჯობა ნუნუბიცოლა ხო მოგესალმე როგორც ხელა ლაშა როგორც ხელა აი საშინელება პირდაპირ აი ნაუცდური გემოკლაშა რა არის ეს ეს არის ლიმონათია ერთგვარი ენერგიული ლიმონათი აი რა კარ ამას კიდე ენერგიული უნდა და ალო დიახ მზად არის თქვენი ტორტი დიახ კი მზად არის დედა თეკლა ნაუცდური გემო აქვს მე სიამოვნაიცი რასაკეთებ შენ მოვალ ახლა შენთან მუშაობ აბა როგორ მომეჩვენე დიახ არა ძალიან კარგი გამოვიდა ბისკვიტი დიახ არა იცით რა არის როცა მოვალ მე არ არის პრობლემა დიახ ის რა ქვია ეს ბისკვიტი მაღალი იყო მაგრამ ჩავარდა მე ხო კი იცით რა ცოტა ხანში დამირეკეთ რა კარგი ვაიმე ეს რა დამემართა ეს რა გავაკეთო ეს რა მან ტორტიდებს და ფრთხილად იყავი რა რა გაძლოს მეუბნები თეკლა რატო და აი ვაიმე რა ქენი და ესა დავაჭე დედა რას გას ნუნუბიცოლა იყოს ახლა მე ვიზა მაგას არ არის საჭიროა ნუნუბიცოლა გასაგებია რა ვიტასო რა მე ვიზა ვიყოს არ არის საჭიროა რა გაანებე თავი ნუნუბიცოლა რა არის ეს აუ რა ქენი რა დიშუნს არაჭამე
საჭამე ტორტი და რა საჭამე? კარგით ხო და ანებეთ თავი რა ვქნა ეხა ნახევარზე მეტი ტორტი შარვალს აყვადა. ხო და ნახევარზე მეტი ტორტი თუ შარვალს აყვა შარვალი წავღა და იქიდან აფხიკონ. აუ ჩემი შარვალი. ვაიმე როგორ დაიწყო. ჩემი ტორტი რა. ვაიმე ჩემი ფურცლები. არაფერი არ მინდა. არაფერი არ მინდა თათია. შვილს ველოდები და ცოტ-ცოტზე უნდა გავიდე. აი მე გილოცავ. რამდენი კილოა? თუ ჯერ კილო არ არის. რა? ჯერ არ ვიცი, იქნება ასე 70 კილო. დიდი ხანი არ მინახავს, ჰოლანდიაში ცხოვრობდა და დღეს ჩამოდის. გამარჯობა ბატონო ფრიდო. გამარჯობა. თათია იმ ქალს ხوار დაურეკავს, ხوار მოსულა. არა, ჯერ არა. არა ხო? რა გჭირს ლაშა? ვინ ქალს ელოდები, ჰა? არა ბატონო ფრიდო, არა, ჩვენს კორპუსის წირო ცხოვრობს ჟანა. აი მას შემიკვეთა ტორტი. ხო და ის ტორტი გამიფუძა და ვეღარ ვასწრებ ახალის გაკეთებას. ჟანა ცუდია. ო, შენ დაზღვევა გააქვს ხომლაში. გაშუაში. კარგით რა ბატონო ფრიდო, რა კარგით რა. თქვენ რას ელოდებით? შვილს ლაშა, შვილს ელოდები. ბატონო ფრიდონ? არა. ჰოლანდიიდან ჩამოდის დღეს ჩემი შვილი, ჩემი ბიჭი. ისეთი გახარებული ვარ, ლაშა, ისეთი გახარებული ვარ. მინდა მთელ ქალაქს გავაგებინო. და რატო ჩურჩულებთ? ვინმე შემცოლს ენა არ მიუტანოს. მივხვდი, ესე იგი თქვენი შვილია და არა თქვენი ცოლის, ხო? მივხვდი. ხომ გესმის არა, ლაშა? კი, როგორ არ მესმის, ხო, მესმის, გასაგებია. და დიდი ხანია რაც წავიდა? 10 წელია. 10 წელია. და კონტაქტი გააქვთ? კი, კონტაქტი მაქვს. კი. მეილებს მწერს ხოლმე. მაგრამ მე გახსნა არ ვიცი და ვერ ვნახო. გასაგებია. და რამდენი წლისაა? 20 არის უკვე. გუშინდელი დღესავით მახსოვს რომ დაიბადა. სიხარული, დალევა, სროლები. სროლები. ბიჭი რო გაგიჩნდა სროლებით აღწევს. არა, ლაშა, არა. არეულობა იყო, მაშინ ყველა ისროდა ასე რომ. მოკლედ, ახლა რა მინდა გითხრა. დიდ სუფრას ვაკეთებ. ხო და თეკლასაც უთხარი წეგან. უშენოდ ეგ ამბავი არ გამოვა. არა, მე არ ვსვავ. არა. ეხლა ეს რო გითხრა, დაიჯერებ თქვენ? წამოვალაბარა იქ. მომისმინე ხა? ესე რა ქვია, ნუნუს უთხარი. ოჯახიდან ერთ კაცს პატიჟებ მეთქი. არ მინდოდა ის წამოეყანა ემზარი. ხო და არ უთხარ შენ არაფერი, კარგი? კი, მაგრამ აი თეკლა ფაქტიურად ჩვენ ხო ერთ თეკლა. შენზე ვეტყვი დაუპატიჟებლად მოეთრა თქო და ცოტას გაგლანძღავ ახლა ნუნუსთან. პატა, დიდი მადლობა რომ შემიფარე, იმიტომ რომ იქ ნიკა და ლაშა არ მაცდიდნენ მუშაობას და მე ნუნუც დაემატა. არა უშევს თეკლა, რა გჭირა აიყო რა პრობლემაა ეხლა, დარჩი რამდენი ხანსაც გინდა? რამდენი ხანსაც მინდა? ხო, ანუ საქმეს რამდენი ხანის დაჭირდება რა? ისა, პატა, მე შეიძლება ამ საქმეს ვერ მოვჭე 1-2 თვე. ხო, რა ვიცი თეკლა, აი როგორც ის ვარ, ვერ ვჭირდები ერთად ვიზ არ შემიძლია, ამ ხელა ენერგია არ ვიცი რა კარგია, ვაიმე არ ვიცი რა გავაკეთო რა. არ თეკლა მოდი გეხოცები და გეხმარები რაღაცებს მომეცი, გეხოცები რა. პატა, ის ბუღალტერია უნდა იცოდეს რომ. რა პრობლემაა, ვისწავლე და მე რო გეჩქარება 10 წუთში ვისწავლე, კი არ მეზარება. სხვა რამე მოიფიქრე. კარგი, სხვა რამეს მოვიფიქრებ, რაც გინდა თხოვე და იმას გავაკეთებ. გინდა თეკლა ოცნების კოშკები აგიგო, ჰა? ოღონდ ისე კი არა რომ ოცნების კოშკები აგიგო, აი შიშველი ხელები და ქვებით, აი ესე დავიწყო და ავაგო ეს ოცნების კოშკები ან კენჭებით ან რიყის ქვით ან რა ვიცი თეკლა მთხოვერითის გინდა ოცნების კოშკები უნდა აგიგო. თეკლა ოცნების კარგზე საქმე გაქვს, მიდი მიხედე. ხო. მიდი. ვაიმე, როგორ ენერგიაზე ვარ? სამჯერ გავლანძღეს ტურები და კიდე გავლანძღავდი სამჯერ დიდი სიამოვნებაა. ვაიმე, რა მაგარია ხაბატონო, მე ეგრე ვარ, ვერ ჩერდები ერთ ადგილზე დავდივარ, რა კარგია ეს ენერგია, ხო? ესე იგი, გეომაგნიტური დღეა დღეს. ალბათ, ხო რა. ვერ ჩერდები. გინდა მოგიყოთ ჩემი მზარზე და ინდირაზე ამბები. გინდა მოგიყოთ ესეთი კარგი ამბები, ვიცი მოგიყოთ. კი, მომიყევით 20 თან.
წავიდეთ. გიხვეწებით რა, იქნება. მოდი შეთქლა საქმე აქვს რაღაცა გასაკეთებელი. დაბალ ხმაზე თან ვიარო, წავიდეთ. ახლა მომისმინე, მე ახლა აეროპორტში უნდა წავიდე. ხო და იქიდან პირდაპირ რესტორანში მოვალთ. შენ რესტორანში წადი, თეკლას მისამართი შავაწერინე მე და იცი სადაც. აჰა, გასაგებია. ლაშა იმ ქალმა დარეკა და მე ვთხარი რომ ტორტი არ არის თქო ჯერ მზად. და იმან მითხრა ეხლაო მეო მოვალო ბარშიო და ჟოზეო იქ დამხვდესო. ხო და მეც გითხარი. ვაიმე. აი. ბატონო ფრიდო. რა? გინდათ მე დავხვდები თქვენ შულს და მე მოვიყონ პირდაპირ რესტორანში. რა? ხო? და შენ რატომ უნდა დახვდე? რატომ და ახლა რატომ და თქვენ ახლა დასვენება გჭირდება. დაისვენეთ, მოისვენეთ, რომ უფრო სათანადოდ დახვდეთ შვილს, 10 წელიო ესო. 10 წელი. შენ რომ ვერ იცნო? ისე ბატონო ფრიდო 10 წელი არ გინახავდა. თქვენ ვერ იცნობ თუ მე ვერ ვიცნობ. რა მნიშვნელობა? ხო, მაგრამ ახლა პრინციპი თქვენ შვილს ვინ ვერ იცნობს? ვინც პირველი ლექსის ხრიალით გამოვარდება? ახლა ხრიალით რა? ხრიალით რა? თქმით, წაკითხვით. ხო, კარგი. რა არის ისი კოპიო მამა, მე მგავს მამა ენაცვალოს. ლექსები დალევა თამადობა, ნუ გიხდება ისე უყვარს. დალევა, ესე 20 წლის დალევა. რა? არა, 10 წელია ხო რა წასული? 10 წელია კი. აჰა, 10 წლის იყო, ესე იგი უკვე რო დალევა საწყალი. კარგი. ახლა მე აეროპორტში გავიქცევი. არა, აეროპორტში კი არა, რესტორანში წავალ. აეროპორტში ხომ შენ მიდიხარ. ხო, მე დამგროლების ამბობს მოვაგვარებ და შენ წადი ახლა, დროა უკვე, არ დააგვია. ხო, კი ბატონო, მე გავიქცევი. მე რესტორანში ხო, თათია, ის ხალი თუ მოვა აქ, დამირეკეთ თუ რამეა, მე პირდაპირ იქიდან გავფრინდები ქვეყნიდან. კარგი, აბადროებით. ბესიკი. ბატონო, შვილს ბესიკი ქვია. ბესიკი. რა თქმა უნდა, ბესიკი. ბაბა მიდი. ფრიდონს ყოლია უკანონო შვილი. ფრიდონს ყოლია უკანონო. თეკლა გაიგე ფრიდონს ყოლია უკანონო შვილი თურმე გაიგე. ბიჭი, თეკლა თურმე ბიჭი, ფრიდონს ყოლია უკანონო შვილი ბიჭი, გაიგე თეკლა. მე. წელი არ უნახია, ხო. არა და მე ვერ გეწევი, მოიცადე. ძრა, თუნდე 10 წელი არ უნახია და დღეს იქნა ჰოლანდიიდან ჩამოდი. დღეს 10 წელი არ. ვაიმე, თეკლა თურმე ფრიდონს ყოლია უკანონო შვილი ბიჭი, თან 10 წელი არ უნახავს ჰოლანდიიდან ჩამოდის დღეს და დღეს უნდა ნახოს თურმე გაიგე. და ფრიდონი დღეს კისრულობს რესტორანს კისრულობს და ყველა მიდიო. გასაგები, თეკლა გაიგე თურმე ესე იგი ფრიდონს ყოლია უკანონო შვილი ჩამოდი. გავიგე პატა რესტორანს კისრულობს და ყველა დაპატიჟებული. აჰა, ესე იგი ყურადღებით გვისმენდი და ყველაფერი გაგიგია რომ ფრიდონს ყავს უკანონო შვილი ბიჭი 10 წელი არ უნახავს ჰოლანდიიდან ჩამოდის დღეს და დღეს უნდა ნახოს და ფრიდონი პატიჟ რესტორანში. გაიგე თეკლა, ხო. ყველას. კისრულობს. კი, რესტორანშიო, კი. დედა, პატა, როგორ მიხარია, ცი რომ დილამდე უნდა ვიცეკოთ, ხო? მართლა უმის ქალბატონო, ნუ ისეთ ენერგიაზე ვარ დილამდე კი არ ვიცი, ვერ გამაჩერებს, მეც უნდა ვიცეკო აბარას ვიზა. აბარა ვიცი, გინდა გაჩვენო ქალბატონო, ნუ როგორ უნდა ვიცეკო რესტორანში? ხო, აბა მაჩვენე, შენ და მე მიდი. კარგი, კი ბატონო, აი ესე იქნება ეს ყველაფერი. ურე. აბა. ურე. პატა, შენ სად ჯდები? მე სად ჯდები და აი აქ დავჯდები მე. ხო, მაშინ მე იქით დავჯდები. თუ არა მოიცადე აქეთ დავჯდები აქეთ ნახო, მაგრამ ხო, მართალია, მაშინ აქ დავჯდები. აი ხო არ ჯობია ერთი აქეთ. იქ ჯობია პატა. მე მგონი აქ ჯობია. თუ იქ ჯობია, აი იქ ნახო. ვაიმე, პატა, აიჩია, სადღია დაჯექით, თორე გადავირია თეკლა შენს დაჯექი სადმე რა. მე მგონი ჯობს თეკლა რომ საერთოდ არ დავჯდე, მე მაინც უნდა ვიცეკო, აი იქ უნდა ვიდგე და უნდა ვიცეკო, არ უნდა გავჩერდე. და პატა, სად უნდა იცეკო? რა ვიცი, აქ. კარგი, მაშინ მე სადმე ისეთ ადგილას დავჯდები, რომ ადვილად გამომიცეკო. შალაღაჯი და ნეკნები არ დაგავიწყდეთ, გულვაკის გენაცვალეთ თქვენ, გენაცვალეთ მეზობლებო, რა დრო უნდა გავატაროთ. აი ნახავთ როგორ მოგეწონებათ ჩემი შვილი, ჩემი ბესიკი. ვაიმე, აბარა ფრიდონ, შენ ისეთი კაცი ხარ, არაჩვეულებრივი შვილი გეყოლება. სხვათა შორის ჩემ დასყავს არაჩვეულებრივი გოგო და მოდი გავურიგებ. ხო, მანამდე გოგოებმა თუ არ მომტაცეს, თეკლა, მე რომ მოტაცება და ეგეთები შემეძლოს ბატონო. ჩემი გოგო საწყავს,
გასათხოვარი კარგი გოგო ის თუ ის აღარ ვიცი იმდენი კარგი გასათხოვარი გოგოებია ჩემს გარშემო რომელი გაურიკო აღარ ვიცი აი ზეთისხილი დავისნე წავალ შევახსენე აი აქეთ მობზანდით მოხდით ძალიან კარგი აბა ხალხო საკვალთ ეხლა წავიდა დასხეთ ბიჭებო და გამომიცე აბა რას ვიტყო მოიც ადრია ჯერ ჩემი ბესიკი მოვიდეს ეს დარბაისელი ხალხი მუსიკას შეაგებებს და ბიჭსაც გაუხარდება აბარა მამა როგორ ზრუნავს თავის შვილისთვის როგორ ზრუნავს რაზე მწყდება იცით გული ჩემო ძვირფასო მეზობლებო ბიჭო ბიჭს ჩუხა ვერ დავახვედრე ხო ქართველი კაცია ვაშკაცი კაცია გაუხარდებოდა მაგრამ არ აუშავს როგორც კი ჩამოვა აი ხვალვე წავიყვან და შევაკერინებ მაგრამ შევაკერინებ ახლა თეატრიდან გამოვიდან დროებით ხო ასე აჯობებს აი ჩვენც მოვედით სად არის ჩემი შვილი ნუ ნერვიულობ ბატონო ფრიდონ ხელებს იბანს და მოვალ მართლა აბა მოიმზადეთ ფეხზე წამოვიდეთ ხო თქვენ ფეხზე წამოდექი და ბატონო ფრიდონ იქნებ დაჯდეთ მე რა დავაჭერს ჩემო შამდენ ნახავთ რას დაგაჯერ დამალევინეთ დღეს ვამედე და გაიცანით ეს არის ბესიკი რანაირი ბესიკია ეს რა ვიცი ბესიკები ხო სხვანაირები არიან ხო ბესიკები რა ვიცი მე ისა ბატონო ფრიდონ რას ამბობდით ჩოხაო მიცანი მამა ვარ მე შვილო მოგდალით კი ბატონო ლაშა გამოიყვანეთ თორე მე მგონი ჯაჭვებში გაიხლავთ და ვერ გამოვიყვანეთ მე ხო ჩერდი ბატა გაჩერდი ეს როგორი რაღაცნაირი ვისა ის შარვალი და ბიჭაკი რატომ არ გაცვია ეს სურათში რო გეცვა გიხდება ძალიან ის შარშან ჰელოუინზე მეცვა მაგრად ვიხალისე ხო ეს მოდი დავაცადოთ ცოტა ხანი ბესიკს მიეჩვიოს გარემოს გაიცნოს აგერ ჩვენი მეგობრები ბესიკ გაიცანი ეს პაატა არის გამარჯობა ბესო გაუმარჯოს ბესო ჩემთვისაც ბესო ვა კინები ბესო კინები გიყვარს რკინებს რკინის მოყვარული ხარ ბესო მაგარი ბესო კინის მოყვარული ვარ ხო მეც მაგ სხვათა შორის რკინა ბესო ოღონდ რკინა რა პლატინა მოხში ოღონდ შიგნიდან რა ხო ხტები შიგნიდან მოხში პლატინა ისა ბესო გაიცანი ეს არის თეკლა გამარჯობა სასიამოვნოა ისა ბესო შენ ბატონ ფრიდონთან დაიცხოვრო ხო ავი სულ ერთია ხო ჩემთან აბარა ჩემთან დაიწყო ხო ვაიმე რა კარგია და სანამ ელენე ჩამოვა შენ საყურებს მათხოვებ ხო გათხოვებს თეკლა ეს ქალბატონი ნუნუა ნუნუ ბიცოლა იგივე ნუნუ დეი და ალბათ ხსმენია კიდეც ხო დედა როგორი ბიჭი ამას ვინ უნდა გაურიკო არ ვიცი ხო რატომ დაიგვიანეთ რეისმა დააგვიანა ხო ალბათ არა რეისი დროზე ჩამოვიდა ბატონო ფრიდონ უბრალოდ 15 წუთი მეტალო დეტექტორზე წრიპინეთ ეს რეისმა დააგვიანა კი ხო გადაიღეთ ემზარ დაურეკავ რომ კარტოფილი შეწას რომ წვაც მეუტან შეხედე თეკლა სანამ ბესიკი შემოვიდა და არიჭერდე ხარ კინებით რო ხედა 4 ხაზი აჩვენა აი შვილო აი ოსტრი გადაიღე მაგარია ძალიან გესიამოვნება მოდი გადაიღე ოღორც არ ჭამა ვაი ალბათ ბევრი ღვინის მისგან და მწვადისგან ღვიძლი გაგიღიზიანდა და მაგიტომ ალბათ კი მაგიტომ ხომ არა ეს ვეგეტარიანელი ვარ ლაშა დასყი დადალიე დასმული არის ბატონო ფრიდონა დალევას წინა უდგას ახლა ჩემო მეგობრებო ჩემო თანამეინახენო ბატონო ფრიდონ მოდით ამ სასმისით მე მინდა ჩვენს ბესიკს გაუმარჯოს წამოდექი შვილო წავიდე არა ბიჭი
როგორც ყველასთვის ცნობილია, ანუ ჩვენთვის ყველასთვის, ბესიკი იყო ასე ვთქვათ შორეულ ევროპაში განათლების მისაღებად, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არაფერს არ ნიშნავს, ხომ გაგიგიათ, ის ურჩევნია მამულსა, შვილი. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი წავიდეს ევროპაში სასწავლებლად, ჩამოვიდეს ხოლმე ხანდახან, ისევ წავიდეს ხოლმე, მერე ისევ მოვიდეს, აი ეს ურჩევნია. დამიჯერე ბესო ასე აჯობებს. კი, ბესო დაუჯერე, თბილისელი ბიჭები ვართ ვიცით, მაინც რა როგორ არის. ლაშა. კაცრავად, ერთი წუთი შეიძლება. კი. აბადიეთ. ლაშა. უთხარით. ველაპარაკეთ ბესოს ბატონობრიგა. გენაცვალეში. ერთი წუთი დავამთავრებ, ჯერ ხო არაფერი არ მიდგომს. ველაპარაკეთ და უთხარით, რომ პირველ რიგში თქვენ უნდა გაგიწიოთ ანგარიში. გენაცვალეში. ერთი წუთი დავამთავრებ რა? ხო. რომ პირველ რიგში თქვენ უნდა გაგიწიოთ ანგარიში, მე რო თბილისია. გენაცვალეში. ერთი წუთი დავამთავრებ რა? ხო. რო თბილისი არის და ასე ჩასმულმა არ უნდა იარო და იქნებ სხვანაირად რაღაცა თქო და გაიგო და გაიგებს. ხო, აი ახლა მენაცვალეთ თუ გინდათ, აჰა. გენაცვალეში. ხო, მოკლედ ბატონო, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გავაკეთოთ. თქვენ წაბრძანეთ სახლში. ხო. ჩვენ ბესიკს გავიყვანთ ძველ თბილისს ვანახებთ, აბანო თუბანი, ოგირდი, ქისა, ისა, ესა, ხო ხტებით ეს ყველაფერი? მე რაღაცა მტკვარი, წილი, ხო. ალიონზე ხაში აჭამეთ. ბიჭი არ დამიჩაგროთ. ეს შეგვეშლება ეხა ბატონო ფონდონ ჩვენ. გენაცვალეთ. თქვენ არ ინერვიულობთ, როგორც თქვენ გულს გაუხარდება, ისე იქნება ყველაფერი. თქვენი იმედი მაქვს. დროებით დაგტოვეთ მე ბესიკ. მე დროებით გავალ. შენიც კარგი ბიჭები არიან ესენი და დაუჯერე. ლაშა. ყველაფერი გადახდილია. 1-200 ლარი დაამატე. ლაშა. რაო. რაო და ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. აბა, წავედით კლუბში. ძალიან მაგარია და ძალიან ავერტო. აი, გავატარებ დავიცე კოდილამდე არ მე რატო დილამდე ხვალ შუა დღემდე რა პაატაშო. ხვალ შუა დღემდე კი არა ვერ გამაჩერებს ვერავინ ქალბატონო წავედით. გინდა გაჩვენ როგორ უნდა. აბა მიდი ბაჭო ჯერში მე. კარგი ჯერ მე თქვენ დანს. ჯარ წავალ სკოლაში გთხო. რატომ არ წავალ? იმიტომ რომ მეზარე. რას ქვია ნიკა გეზარება? მაშინ მუცელი მტკივა. წნევა მაქვს. ხუძლი გამიდით და ამას უყურე ერთი რა. ჩემ ფერი არ მომწონს. შენი ფერი არ მომწონს კი არა, წადი ახლა ჩაალაგე, მიდი ჩანთა ჩაალაგე და წავიდეთ, ჰე. ვა, თეკლა? მოიჭადე. 100 ადრე მოხვედი სამსახური და? მოვედი კი არა, გამომაგდეს სამსახურიდან. რა? ხო, რა და გუში რომ გეუბნებოდი საქმე მაქვს მეთქი, ვერ მოვასწარი, ვერ დავამთავრე და გამომაგდეს. რა ვქნა ახლა ლაშა, რა? ელენე მაინც იყოს აქ. ნერვიულობ თეკლა, მე დავრჩები შენთან. კი მინდოდა სკოლაში წასვლა, მაგრამ რა ვქნა, მეგობარს ხომ არ დავტოვებ გასაჭირში მარტო. არ მე მგონი შაკიკიც მაქვს. კვერცხებით დამემსხვრეოდა. უი! აი, როგორ ხარ ფრიდონ? როგორ ვიქნები? დედა, როგორ იქნები, აბა შესაძოდაო. დედა, რა დაგემართა ესა? რატომ უნდა მოსლოდა ესეთი რამ შენისთან ადამიანს? რატო ყავს ესეთი შვილი ფრიდონ? მე შენ არ ინერვიულო, მაგრამ როგორ გინდა რომ არ ინერვიულო ფრიდონ? გაგიმარჯოს. გამარჯობა არის ის ხო?
ვერ შეგამჩნიათ ალბათ თქვენ ახლა. შემამჩნევა თვალები ისიაკ დახატული და რაღაცები უკეთი ალბათ მეს დამირახა. შენს კართან რას აკეთებდით ქალბატონო ნუნუ? მე? ხო. ელენესთან მივდიოდი. ჩხილების ლაქი მინდოდა. ხო და გამახსენდა რომ არ არის აშე და ვიფიქრე ფრიდონის ბიჭთან მივალ მეთქი. და ეს ყური რატომ ხოდა მიდებული? რატო და ვიფიქრე ბიჭს ხო არ ძირავს არ გავაღვიძო მეთქი. თან ვიფიქრე თუ ფეხზეა ჟღალულს გავიგებდი რკინებისას და უსმენდი. ისეთი ნერვები მოშლილი ვარ. ამატარეთ. აი მე კი ფრიდონ ვიცი იქნებინა რომ მოშლილია, მაგრამ შენ გონია ჩემი ინდი რა არ მიშლის ნერვებს. რას მეუბნებით? მართლა ქალბატონო. ყოველდღე ისე ძვირფას საჩუქრებს მიგზავნის, ისე ძვირფას საჩუქრებს რომ ნერვები მეშლება და უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. ფრიდონ, თუ რამე დაჭირდა შენ ბიჭ სამკაულები ძალიან ბევრი დამიტოვა ჩემა ინდირამ და ვათხოვებ საყურეები, ყელსაბამები და სამაჯურები. ბევრს ლაპარაკობ ქალბატონო ნუნუ. მე ვლაპარაკობ ბევრს დედა. შენ სხვათა შორის ჩემი ხმა ზოგიერთმა მეზობელმა არც კი იცის. ხო, იმიტომ გაიგო ყველამ რომ შვილი ჩამოვიდა. ჩემი შვილი, რაღაცნაირი შვილი. რა ვიცი ფრიდონ თქვი? კი, მაღაზიაში ვთქვი, უთხარი ლაბაძეებს, კაპანაძეებს და შათირიშვილებს უთხარი. იცი რატო? რომ არიჭორაოთ მეთქი. და საერთოდ რატომ ლაპარაკობდით ქალბატონო? რატო და უთხარი ცუდი რამე არ თქვათ მეთქი, თორე ამოგაგლიჯავთ ენას. შენ ხო იცი რომ მე შენ ოჯახზე ცუც არავის არ ვათქმევინებ. იცი შენ ეს კარგად. კარგი, დაღლილი ვარ და თავი მისხდება, შევალ. მე თუ თავი გტკიო და ჩაგეგზავნა შენი შვილი და ამოგიტანდა. თუმცა რა სანამ ის ადგებოდა, გაიკეთებდა საყურეებს, ყელსაბამს და გაიპრეჭებოდა დრო ხო გავიდოდა. ჯობდა ეს შენ ჩასულიყავი. ზეგი ელენე უკვე იმდენი ხანია წასულია რომ მთელი მისი გარდერობი ამოვწურე. მეცაც გეტყვი მომბეზრდა კიდეც. ხო. არი რამ სამსახურიდანაც მაინც და მაინც ეხლა გამომიშვეს რა. არა რაღაცა თუ არ მოვიფიქრე, მამა ჩემის ხარჯზე მომიწევს ცხოვრება და არ მინდა. იდე. ნიკა, სად იყავ? რეზიკოს აი მათემატიკას მესაინეოდით. გოფლიანი რატო ხარ? ხომ იცი მათემატიკა როგორი ემოციური საგანია და. ვაშა მოვიფიქრე. მე და შენ უნდა დავიწყოთ ბიზნესი. გავხსნათ კაფეტერია, გავყიდოთ ჟოზეს ნამცხრები და იქნება ბიზნესი. ჰა? ხო, კარგი იდეაა თეკლა, მაგრამ მინიმუმ ამისთვის ფართი გჭირდება. მე კიდე ფართ სადვიშოვი ხა, თან ფულიც არ ამაქვს. ფართი. იცი რა, ვაშა, მამა ჩემს აქვს რაღაც ფართი. მე კიდე ამითმობს, მაგრამ არ მინდა ბიზნესიც მამა ჩემის ხარჯზე დავიწყო და ვიქირაოთ ეს ფართი. არა, თეკლა, ფული არ ამაქვს მეთქი და. არა, გაქვს. მაშინ მამა ჩემისგან ვისესხოთ ფული და ვიქირაოთ ეს ფართი. კარგი იდეაა ის, ხო იცი. ხო. რა ვიცი არაფერს რას ვიზავ. სახლი ისეთი არეულია, ბაბუ რომ მე მგონი ჯობია გავყიდო და ერთ ოთახიანი ვიყიდო სადმე რა ვიცი. არა ბაბუ ეხლა მაგდენს ვინ მოგცემს, აბა ხო გითხარი არეულია მეთქი მაგარითან, ხო? კარგი, მიდი მივხედავ საქმეს, კარგი. რა უყო ეხლა ამდენ პერანგებს აგარეცხავს ამას და რა მიხედავს მე რა. მე მგონი ჯობია 1-2-ს მივამატო. ხო და შემიტანენ გინესის რეკორდებში. მე ვიღაცა მოვა და გამირეცხავენ როგორც დამსახურებული რეკორდსმენს. აბა რა უყო ეხლა მას აწავიყო ამდენი. არა, ყველაფერი უნდა მოვიშორო, რას დეპრესიას მაგონებს აბსოლუტურად ყველაფერი რა. არა, ყველაფერი ეხლა აბა რანაირად არ გამოვა ერთო რაღაცას მოვიშორებ და ეგ არის რა. მომეშვა რა.
ეგრე რა ძლივს არ განთავისუფლდი რა არის ეს ვერ გავიგე რა. ბატონო ფრიდონ, გამარჯობა. გამარჯობა, სახსურევ. სახლი ვიცი მე ვისაც რა კარეული ხო და ის არ გვინდა ეხლა. კარგი რა, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები, საქმე მაქვს შენთან და გისმენ. პირდაპირ გითხრა თუ იქიდან დავიწყო თეატრალურში რომ ვაბარებდი. პირდაპირ მითხარი ბატონო ფრიდონ. კარგი. თეატრალურს ვამთავრებ და პირდაპირ მითხარი თქო ბატონო ფრიდონ. კარგი, გუშინ წინ სპექტაკლი მქონდა. უფრო პირდაპირ არ შეიძლება? ბესოზე მინდა დაგელაპარაკო. ხო და მე იქნებ მირჩიო რამე, იქნებ დაელაპარაკო, იქნებ მოგისმინოს და მოიხსნას ცხვირიდან ის რაღაც როა დამიტებული. რა შეიძლება ცხვირიდან მოიხსნას და ენაზე გადავატანინო თუ რა გავაკეთო ვერ გავიგე. კარგი, უბრალოდ დამეხმარე, პატა, გეხვეწები და რაც გინდა მთხოვე. მართლა? ხო. ნუ კარგით. არა, რაც გინდა მთხოვე, გამოთქმაა ასეთი პატა. კი ბატონო. ხო, კარგი, ამის გამშრალებას რაღა უნდა. რა ის ნიკა? თეკლასთან ვერ გეტყვი, მცხვენია. კარგი მოგიტანდა, რომელი ის გინდა, ვებხვებიანი თუ სპაიდერმენიანი? რომელი? სპაიდერმენიანი. ო, კარგი. და ქალაქის გამომიგე. რა კარგია, ესე იგი, ლაშა იქირავებს მამაჩემის ფარც, მოაწყობს ინვენტარს, შეიტანს პროდუქტებს, გამოაწყობს ჟოძეს ნამცხვარს, გაყიდის ფული შემოვა. რა კარგი ბიზნესმენი ვარ. ხება როგორ გაამართლებს ეს ბიზნესი? ნუ თუ არ გაამართლებს ლაშა, ეგეც არ არის პრობლემა, შეგვიძლია ეს პარტი უფრო ძვირად გავაქირავოთ. ეგეც ხომ ბიზნესია. ხო, ერთგვარი კი. კი. არა, ისე ლაშავი და სტრაფიკობის ობიექტის გახსნას თუ აკეთებ მზად ხარ მაგისთვის? კი, მზად ვარ. ხო და თუ მზად ხარ, აბა 5 წუთში გამიკეთე ჩემი საყვარელი შოკოლადის ჟოზე. ნიკა, ნუ მაიმუნობ შენ ხო ხედავ ბიზნეს იდეაზე მსჯელობთ, მიდი მეცადინენ. ხო. უი, ისე მაგ ბიზნესისთვის დიდი ფართი დაგჭირდება ლაშავიძე. რად მინდა დიდი ფართი, პატარაც მეყოფა. კი გეყოფა, მაგრამ მაშინ შენ გარედან მოგიწევს გამოცხობა. ეზოდან იქნება რომ ეზოდან. ნუ მაიმუნობ შენ და წადი იმეცადინე. რა თქვენ საქმე ვიმეცადინებ თუ არა? საქმე არა გაქვთ. ნუ პრინციპში საქმე არა გაქვთ. მაგრამ მაინც გავანებთ თავი. ლაშა მომისმინე, ძალიან მაგარი ბიზნესია. წარმოიდგინე შენ გამოაცხობ ჟოზეს ნამცხრებს გაყიდე, მე კიდე კლიენტებს მემსახურები. ხო აი, წარმომიდგენია უკვე როგორი წარმატება გვერდის ლაშა, შემოდის კლიენტი და მეკითხება, ნამცხვარი მინდა, მე რომელი კლიენტი? ყველა. და ამ დროს შენ მეუბნები 100 ლარიანი არ გამოვართოთ, ეკლა ხურდა არ მაქვს. გეგმა არის რამე გეგმა. არა რა გეგმა არაფერი გეგმა არ მაქვს, მაგრამ იქნებ წაიყვანო სადმე ისეთ ადგილას, სადაც ვაჟკაცობას შეიგრძნობს. დაალევინე კაცობაზე ელაპარაკე. იქნებ გამოვიდეს. ვა, როგორ პრიალებს, რას ხმარობ? არ ვიცი, სახელი არ ვიცი, ბაბუამ დატოვა სანამ წავიდო და 1-3 ყუთი და ბატონო ფრიდონ, აი რა ვერ გავიგე, აი მაინც ეხლა რა ხდება, აი კონკრეტულად რა არ მოგწონს ბესოში, აი რა არ გასამბობ, რა არ მომწონს კი არა, იმ დღეს მის ოთახში შევედი, ნეტავ არ შევსულიყავი, შევედი და რას ხედავ, ტანზე ახატია რაღაცეები, ახატია და ინგლისურად, ეს ინგლისურად აწედია, სულ ყველაფერი ინგლისურად. შეკარგი დედმამიშვილო, ქართველებს რა მწერლები არ გვაქვს, გალაქტიონის, ჭინავა, ლემონჩავა, რა ვიცი, ძნელაძე, ხატრები შემოპაატა, ხატრები, იმ პირდამჩენილი დრაკონის დახატვას. პიროსმანის მებადური დაეხატა, არ ჯობდა? აი, პიროსმანის მებადური ქნა მაგარი ტატო, ეგ როგორ რა მაგარი ტატო. მეც მომუშავეთ რა თქვენს კაფეტერიაში. შენ რა უნდა გააკეთო იქ, აბა მითხარი. დაცვა ვიქნები. აი მარტო თქვენ გიყოლებათ პატარა, საყვარელი, ოდნავ პუტკუნა, ნიჭიერი, მაგრამ ცოტა ზარმაცი 6 კლასს დამთავრებული დაცვა. შენ მაგ მაიმუნობას ჯობია მოეშვა და წადი იმეცადინე. ხო.
რა მაგარი პატარო შემოვახომე, ვაიმე რა კარგი იქნება. პირველად მაგას მევსახურები, მივართ მე ყავას ჟოზეს ნამსხურს და ფულს არ გადავახტევინე. დაცვა პატარო შემოვა არ შემოუშვა. იცი ლაშაბიძე რა ვიფიქრე? არ მაინტერესებს. წადი ეხლა და იმეცადინე, უსაქმური ეს. კარგი. რა ვიცი, ვიფიქრე ვეთქვით ხო რომ მარტო ნამცხვების გაყიდვა, სხვა რაღაცების გაყიდვა ჯობია, მაგალითად სალათები, ყავა, სენდვიჩი, თუნთუშები, უფრო კლიენტი ეყოლება. ნიკა, მოდი ეხლა აქ და ითამაშე. ეს გონება გახსნილი ეს. რა ვიცი, სადა გაქვს ის საწმენდი, სადა გაქვს იმის საწმენდი არა გაქვს, ბარგი არ გაქვს. რა ვიცი, აბა ეხლა. მოკლედ გახეთქვაზე მაქვს გული და არა და ჩემი დიდი ბაბუის, დიდი ბესარიონ შვანგირაძის სახელი დავარქვი. ფინეთის ომში იბრძოდა. ბომბი დაეცა საწყალს. კიდევ კარგი საფლავი არა აქვს, თორემ რომ დაინახავდა ვის ქვია მისი სახელი, საფლავში გადატრიალდებოდა. გამოგივიდა დაწყალდა, დამშვიდი ხო? დამამშვიდი. ხო გითხარი დაგეხმარებით ხო არა? გამოსწორდება ბესო, აი დამიჯერე, ჩემთან ერთად სულ სხვა ბესო გახდება ცოტა ხანში. ბატონო ფილო, თქვენ ხო არ დაგავიწყოთ, მე ვარ პატა პიტერი პეტია. აი, გასემინე, ჯამფრელობა. არის საკმარისია, გასაგებია. ნერვიულობ. აღარ ვიცი რა ვქნა, ჩემო პატა. არა და რა ვქნა, ბიჭო, რა ვქნა. ჩემი თეატრის მაყურებელი მენანება მეწოდებიან. კაპიკს იაწებებენ, რომ როგორმე ბილეთი იყიდონ. სხვათა შორის ბილეთი გაიაფთა 3 ლარით. მართლა. ამასინათ ახალი სპექტაკლი დავდგით. შავი თუთის ლაქა თეთრ პერანგზე, ანუ სამნი გილიოტინაზე. საინტერესოა. ორი ბილეთი მაქვს, მოხვა. ბატონო ფრიდონ, ეხა ბესო რო არ მყავდეს გამოსასწორებელი. უეჭველად. უეჭველად. კარგით. თქვენ არ ინერვიულობთ, ბატონო ფრიდონ, არ ინერვიულობთ. ლაშა უკვე მომწონს ჩვენი კაფეტერია, ხო ლამაზია? კი, მეც მომწონს ძალიან, ესეთი ორიგინალურია და მე ვფიქრობ, რომ სახელიც ორიგინალური უნდა მოვფიქროთ. მოფიქრებული მაქვს უკვე. პათე. რა? პათე. ათე რა არის? ანუ პატას და თეკლას ნაზავი. ორიგინალურიც არის, საყვარელიც არის და საყვარელიც. ხო, ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგი ეს. პათე არის გადავიდე. ჩამიგდო რა, ბიზნესი ჩამიგდო რა. რა პათე, ხა სად საყვარლობა, სად ორიგინალურობა და სად პატა, ეგ გამაგებინე თეკლა რა. რა ვიცი. პათე არის გამორიცხული. გამორიცხულია მეთქი პათე. მაშინ თეპა. ანუ თეკლა და პატა. აი ნახე როგორ ჟღერს თეპა. ანუ ეხლა ეს სიტყვის მეორე მხარეს გადაინაცვლა, ბოლოში გადაინაცვლა ამ ორიგინალურობამ და საყვარლობამ? ხო, ანუ პა. ხო, კარგად მოვიფიქრე ვარ. აი მე ძალიან. ხო. აი არ ვიცი რა, ხო. არა. თეპაც გამორიცხულია თეკლა. მაშინ ლაშა სხვა ვარიანტი აღარ დარჩა და პირდაპირ პატა დავარქვათ. პატა დავარქვათ და კაფეტერიას გარედან კიდე წითელი დიდი გული მივახატო. კი, კარგია, კი. კიო, გესმის კი, კიო, კაცო, კიო. აშენზე მოდი. სიყვარული და ბიზნესი უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან, თორემ არაფერი გამოგივათ. შენ ჯობია ამ ბურთს გაემიჯნო, აი მაგიდას დაემიჯნო და ჩაიმიჯნო. რო დახატე რაც გითხრეს იქ. აურას გავახსენე თავი რა მინდოდა. კარგი ლაშა. აბა რა უნდა დავარქვათ? ნიკა დავარქვით ჩემ საპატივცემლოდ. თან პატარა ვარ და საყვარელი. არა.
მართლა როგორ დასცა ხარზე ეს მთასავით კაცი ბეჭზე როგორ დააგდო ნახე რა გენაცვალე რა მაგრამ ეხა არ ქონდა ეხლა იმასაც სალამი მართლა დამთავრებული ეგრეც არ ხდება ეგრე მოვდივარ ვა ბესო შენ ხარ მოდი რა შვები როგორ ხარ მარტო ხარ ფრიდონი სად არის თეატრში წავიდა ო თეატრში წავიდა ფრიდონი მე შენ რატო არ გაყევი რას ამბობ შენ აყოფი ხარ ფრიდონის სპექტაკლზე აბარა რას მეკითხები აბარა ბესო აიცა ესე იგი შენ აყოფი ხარ ფრიდონის სპექტაკლზე და კიდევ მეგობრები დაჯექი ბესო დაჯექი ცოტა ხანი რამდენი ხანიც გინდა რა პრობლემაა დაჯექი გამიხარდა რომ მოხვედი რომ შემოიარე ბესო არ გინდა ფილმს ვუყუროთ არა მე არ მიყვარს მეზობლებთან სიარული და უაზრო ლაპარაკობა სახში ჯდომა და მუსიკის მენა მიჩემია ხელს თუ გიშლი გავალ არა იყავ იგამა მომიშალა ნერვები ეს მოიხსენის გაიკეთე გამოიძრე მე ნუსმენ ბესო ნუსმენ ფრიდოს რატო უსმენ რატო იშლი ნერვებს ზალით ჰა გაანებე თავი რა გინდა ძველი ყაიდის კაცია ეხლა ფრიდონი ჩვენ ახალგაზრდებს რას გავიგებს მოდი მე და შენ დღეს წავიდეთ სადმე მაგრად გავერთოთ დღეს ერთად გავერთოთ სად და თუნდაც ჩავიდეთ ეზოში და ემზარი და წითელი თემურა დავანგრიოთ დომინოში ჰა ეგრე აზრია შენ ეგრე ერთობი ხოლმე კი ხანდახან ერთობი ბესო ცოტა ადრე რო ჩამოსულიყავი რა მაგარ დროს გავატარებთ შენ არ იცი როგორ და მე მყავდა აქ ადრე ბაყაყი ბექა ბაყაყი დავარქვი და იცი რა მაგარი ტიპი იყო ხო ესე დაახტოდა აქეთი ყიყინებდა მე მყავდა ნუკრი ყვავი იყო მაგრამ ნუკრი ერქვა ესე ხო ხტები ანუ იმიტომ რომ იმას დედასაც და მოიცა ბესო საწახვედი სახში მიდი ხარ არა ჰოლანდიაში მოიცა ბესო შენ დახატე მან რასაც ხატავ ეხლა მომისმინეთ ეკლა ლოგიკურად ვიყოთ ჩვენ ამ ყველაფერს მიყვეთ ხო ბიზნეს ვიწყებთ მე ანუ ჟოზე ხო კი ხო ნამცხრებს ვაცხობ მე ანუ ჟოზე და რა უნდა დავარქვათ კაფეტერიას პატა ჟოზე ხო კარგი ჟოზე მაგრამ თავში თუ გინდა პამი ვამატოთ ან ბოლოში თუ გინდა შენ აუ ეს არ გამომივიდა რა არა თეკლა არა ჟოზე და მორჩა და გათხოვდა ხო კარგი ჟოზე კარგი ისა ლაშა სლოგანი მოვიფიქრე რა სლოგანი არა იჩქარეთ შეიძინეთ ჟოზეს ნამცხვარი მართლა იჩქარეთ თორემ თვითონ შეჭამს არც ეს არ გამომივიდა რა რას აკეთებ შენ კიდე რას მაიმუნო მე ლოგო მოგიფიქრეთ აბა ლაშა და თეკლა როგორია რა უყურებთ დაჯექი შენ და დახატე რაღაცას ხატო დახატე ვა ესე სახელი გადავწყვიტეთ ხო ხავდა გადავწყვიტეთ აკრა ეს ვიცოდი წინასწარ რომ არ გამომივიდოდა არა შეხედე რას მაიმუნობ შენ გამაგებინე რას ხატავ საერთოდ მითხარე რა დახატე მათ ჩვენი აბა რა დახატე აი რა ნიკა ესა რა ნიკა არ მწვენია რა დახატე ეს ჩურჩხლა და ვაშლები ხო მაგრამ მეორეთ არ დახატო ნიკა არ შეიძლება აბა ეს ადახატე მან ეს რა არის ირემი რანაირი ირემია ეს გამაგებინე ეს რანაირი ირემია ჰა ვაიმე თეკლა მოდი აქ რა აი როგორ უნდა მოვაწყოთ სამზარეულო კაფეტერიის აი შეხედე ესე იგი აი აქ დავდგავ მაცივარს აი აქ მაგიდას დავდგავ აი ამ კუთხეში დავდგავ გასქურას ხო ისე ნიკა ირემს კუთხე რა თუნდა არც სამზარეულო უნდა კარგი ბიჭი ხარ ესე შენ კარგი ბიჭი ხარ თავიდან დახატე ეს მომეწონა ეს გამომადგება ისე ნიკა 6 კუთხა ირემი არ არსებობს რა ჰოლანდიაში ერთი წუთი მოიცადე სად გეჩქარება დავლიოთ ბესო ჯინტონიკი გაქვს ჯინტონიკი არა ბურბონი
ბურბონი რადოს დალევაა ბესო ხა დალევა გვინდა ჩვენ რა არას ლაპარაკობ არ გვინდა დალევა ჭამოთ მოდი აბა ჭამოთ ამ პიცა რა პიცა არა ვეგეტარიანული ბურგერი რა საიტეხე ის ჭამა ბესო ეხლა რა გვინდა ეს ჭამა ვერ გავიგე სხვა რამე მოიფიქროთ დაჯექი ვისაუბროთ ვილაპარაკოთ პუფი არ გაქვს რა პუფი აი პუფი არა მაქვს აი რა ვქნე პუფი არა მაქვს ბესო მაგრამ სამაგეროდ მაქვს კედლები და ეს მივეყუდოთ რომელიც გინდა ამოირჩე ხო კედლებს კედლებს აქები აი დაჯექი ბესო ვა მუსიკას უსმენ მაგარია ბესო ისა რა ქვია შენ ბესო ისა ბესოს ნუ მეძახი რა მეგობრებთან ბობი დამარქვეს ჰოლანდიაში და ბობი დამარქვეს ბობი გასაგებია ბობი რა მუსიკას უსმენ შენ ბობი რა ვიცი უსმენ აჰა გასაგები ბობი რანაირი სახელი ბობი ჯერ არ ჩამიცავს მუსიკა და მესმის არ ჩაგიცავს შენ არ გაქვს სახელია ბობი რა როგორ შენ არ გაქვს მეცახელი მე არა მოგიხდებოდა მართლა რა აბა ისე გაცვია რომ აი ცანგალა ხარ ბობი აი ცანგალა მე მქვია პაატა ჯერ ესეთი და ძალიან მთხო დამიზახე პაატა ან პიტერი ან პეცია დამიზახე ან პეტო დამიზახე ბოლოს და ბოლოს ვაშა ინტერიერი როგორ უნდა მოვაწყოთ ინტერიერი? ეგ არ ვიცი. ხო და მოვიფიქროთ. აი შენი აზრით რა ფერის ფურცლებზე უნდა იყოს ფასი დაწერილი? თეთრი. არა ვაშა, თეთრი ისეთია მაინც ცივი ფერია და აი მუქი მწვანე უფრო კარგი იქნება. მუქი არა, თეკლა კი შეიძლება ცივია თეთრი, მაგრამ არის ასე ვთქვათ სიმბოლო სისუფთავის. ასოცირდება თეთრი სისუფთავესთან. არა ვაშა, სად მუქი მწვანე და სად თეთრი? აბა თეკლე შენ ყურადღებით მომისმინე სად მუქი მწვანე და სად კიდე თეთრი რა თქმა უნდა თეთრ ქაღალდებზე უნდა დავწერო. გაერთიან და სალათის ფერი აირჩიოთ არა? არა მომისმინე თეკლე ხა შენ სად გაგიგონია რომ აი მაგალითად თეთრზე შავად წერია ხო გაგიგია? მე მუქი მწვანე გისმენთ? ხო და კარგად. ეუბნები რომ თეთრი. როგორ არიან და კაფეტერია გახსნეს კლიენტები მოაწყდნენ და ესენი ფერებზე ჩხუბობენ. კარგი დაუძახი. თეკლა დედა გეძახის. თეთრი ჯობია ხა რას მწვანე არის? აი თეთრზე შავად წერია ხო გაგიგია რა? მუქი მწვანეზე შავად. თეკლა დედა მუქი მწვანეო. აი ელენაც მუქი მწვანეო აი ხო გისმენ ელენე ხო არა აი წეღარაზეც გეუბნებოდი იმაზე ვკამათობთ უბრალოდ ვერ შევთანხმდით ამ ინტერიერზე ხო ვინ დიზაინერი საფრანგეთში ვისთანაც ცხოვრობდი სოფო ხო რა დამავიწყებ სოფოს სკოლაში შეყვარებული რომ წამართვა არა ეგ უნივერსიტეტში წამართვა კარგი აბა ნომერი ჩამაწერინე ხო 18 თუ 19? 22? უი, რა კარგი ნომერი ქონია. ეთყობა ეგეც ვინმეს წაართვა. ხო, კარგი, ვიცი რა, მოდი ჯერ შენ დაურეკე და მე დავურეკავ, აუხსენი შენ. ხო, ნუ თუ ვერ გამიხსენა ვინ არ უთხარი რომ ორი შეყვარებული რომ წაართვა ეგ თეკლაა თქო. კარგი. რა არის ვერ გავიგე ეს? რა უნდა გითხრა ბესობობი არ გინდა დღეს წამოდი სადმე გავიდეთ გავისეირნოთ ქალაქს დაგათვალიერებინებ მე საღამოს დავსხდეთ სადმე და ლუდი დავლიოთ როგორი აზრია ბობი მუსიკას უსმენდი და არ ისმენდა რა მხარი დღეს სადმე წავიდეთ ხო მე და შენ გავისეირნოთ ქალაქს დაგათვალიერებინებ მე სადმე დავსხდეთ ლუდი დავლიოთ როგორი აზრია ბობი აუ ის ჩავფიქრდი და ვერ მოგისმინი რა მითხარი დღეს სადმე წავიდეთ ხო მე და შენ ქალაქს დაგათვალიერებინებ მე საღამოთი დავსხდეთ და ლუდი დავლიოთ როგორი აზრია ერთი წუთი მესიჯი მომივიდა წავიკითხავ როგორ საწავიდეთ რაო ერთი წუთი ბობი
პატა, იცი რა ვიფიქრე? Ყველაზე ვართ და ქალაქში გავიდეთ, დავათვალიეროთ, ლუდი დავლიოთ. რას ლაპარაკობ? რას ლაპარაკობ? ბათლა! როგორ აკადიაზია, როგორ მოიფიქრე? შენ თუ გინდა უარი როგორ გითხრა, ბობი, წავიდეთ, აბა რა ვქნა, წავიდეთ. მაგარი ბარი ვიცი, წავიდეთ, ლუდი დავლიოთ, ხო? კარგი, გამოყვები, ოღონდ მე შენ უნდა გამოყვი. კი ბატონო, ჯერ შენ გამოყვები, სადაც გეტყვი, მე გამოყვები, შენ სადაც მეტყვი, ხო? რაო, ბიჭო, ბესო, ერთობით, დღეს, ხო? არა, ბობი, მე არ ვრება, უფრო თხზავ მე, ხო? მართლა ძანგალა ხარ. არა, სად არის რა ეს გოგო, სად არის? 2 საათის წინ უნდა მოსულიყო. აგვიანებს. უი, მართლა კი ვერ მივხვდი. კარგი, მე აიმიდან გავხედავ ერთი, აბა. ხო, მიდი აბა გადაიხედე. არ გინდათ ეს დიზაინერი, მე დაგეხმარებით. პირველ რიგში უნდა შეიძინოთ ხიარული ფერის ნახატები. და უმჯობესია ვინმე უცნობი დამწყები მხატვრის იყოს. აჰა, და რა ღირს მაგ უცნობი დამწყები მხატვრის ნახატები? ნუ, სანამ უცნობია 10 ლარი და მე გაძვირდება და დროზე მოსწარტყება. აჰა, მოვიდა. მოვიდა? კი. რა საკეთებს ეს? მოიცა, თეკლა, სოფი ბიჭია? არა, ლაშა, უბრალოდ მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე, სოფოზე კარგად. აჰა, ნახე როგორ გამოპრანჭულა ეს ქალბატონი. რანაირი საყურე უკეთია რა არის ეს. აი მე ფეხზე რა აცვია ნეტა. გააღე და ნახავ. ვაიმე! როგორ ხარ, მამაზი ხარ? კარგად, მე შენ არც გეკითხები როგორ ხარ, მეთქი არაჩვეულებრივად გამოიყურე. ხო, ისა, უნდა გადაგეხვიო, მოდი ძალიან მომენატრე. შემოდი. გამარჯობა. ხომ არ დავიგვიანე? ისა, ხომ არ დავიგვიანეო? არა, არ დაიგვიანეთ, 2 საათით ადრე მოხვედით. ლაშა, მე ლაშა ელენეს და ძმა. სოფი. ნიკა, ელენეს დედა. შვილი შემშა. ხო, ესა სოფი, ცივი წვენიან წყალი. არა, დიდი მადლობა. მე დავლე. მეც. დამისხი. ელენე მითხრა რომ ჩემი დახმარება გჭირდებათ. ნუ დახმარება რა ეხლა პრინციპში მეც შემეძლო ჩემი გემოვნებით მომეწყო კაფეტერია, მაგრამ იცი რა ელენე მთხოვა იქნებ დაასაქმოთო და აჰა. თეკლა ელენე ისიც მითხრა რომ ფული არ აქვთ და იქნებ ისე დაეხმარო. ხო. კი, ხო. ესა. ისე არ არის ელენე რომ ეხლა ეს მაისური დავულაქავო. მე 6-ში და კარგად ვსწავლობ. გინდა ჩემი ნახატები გაჩვენო? კი. Yes. მოიტანს ეხლა ნახატებს, თავის ნახატებს, ანუ რაც ნახატა იმას. აი? თვითონ მოგწონს? ვაიმე, როგორი რაღაცნაირი ნახატებია, რაღაცა ფერი. ვაიმე, რა საყვარელი. ხო, კი, ძალიან. გადასალებია. აბა, ნახე. ვაიმე, ესეც როგორია? ვაიმე, ნუ რა საყვარელი ხარ. აბა, იქ გვერდზე ნახე, იქთაც კარგია. კი, იცი, ესეც შესანიშნავია. კი. და ის საყვარელია რო არ? ვაიმე, რა საყვარელი.
პიძას გავს და ხახტებით. აი ეს ვარიანტია. მინდა გაჩუქებ მაგნახაც. კი, მინდა. ხო, გაჩუქებს კი. ხელაბიძი აქვს რა, მძიმე. ნიკა, წადი შენ ითამაშე. ვითამაშო რა, ბავშვი კი არა ვარ, უკვე 12 წლის. ოჰო. 12 წლის ყო დავით აღმაშენებელი 4 წელში მეფე გახდა. ნიკა, ბევრს მოვაპარაკობ, მიდი ითამაშე. ჩვენ საქმეზე უნდა ვისაუბროთ. კარგი ხო. ნიკა, რა უნდა ითამაშო? კალათბურთი. ვაიმე, ვგიჟდები კალათბურთი. მართლა? მეც გიჟდები კალათბურთზე, ძალიან, მაგრამ ვთამაშობ ხოლმე აი ლაშაბიძია რა, მასწავლებელს დაკუჭული ნახატები როგორ მიუთანო? ნახე რა. ახალი დახატე ნიკა, რა პრობლემა? ისა, სოფთი. ესე იგი, მოდი საქმეზე ვილაპარაკოთ. ესე იგი, ელენე გეტყოდა ალბათ ჩვენ რომ კაფეტერიის გახსნას ვაპირებ. ხო და მაინტერესებს აი ესეთი ვარიანტისთვის ოპტიმალური ფართი რამდენია? ნუ ახლა იცი როგორ არის? სადღაც 110 კვადრატული მეტრი, ხო? ანუ ლაშაბიძიას წონა. ხო. რა ოპტიმალ ხო. რა მაინტერესებს? ახლა კონკრეტულად რა გჭირდებათ ჩემგან? ხო, ესე იგი. იყოს თეკლა მე აუხსნი, არ არის პრობლემა. ესე იგი, სოფი ხო? სოფი რა გჭირდება? ჩვენ გჭირდება მაგალითად ეხლა რო აი რო თვითონ კაფეტერიაში რო ჩვენ აი ასე ვთქვათ რო ჩვენ ეს არის იცით რა არის რო აი რო გავალ მე ერთუს და მოვალ. ლისე, ხო და ხომ არ გათხოვდი? აიცი როგორ არის, ჯერ არ ვჩქარობ. არა ხო. მაგრამ შენ ისეთი დაძაბული ხარ, გეტყვი რომ არც შენ არ გათხოვილ ხარ, ხო? რა დაძაბული რა ესა. არ ჩქარობ მეც. ასე რა გჭირს ლაშა გამაგებინე რა გჭირს რა რაღაცა შენ დაბნეული მეჩვენები ახლა მიდი და როგორც წესი და რიგი ესე დაელაპარაკე შენ ხომ საშინლად სიმპათიური ხარ აბა ხომ არ მოიწყინეთ გოგოებო რა მოიწყენ სოფი კოსთან სოფი კო ხო რასე გავჩერდით სოფი ჩვენ სიგი ჭირდება ინტერიერის ექსტერი რა გჭირს ლაშა გამაგებინე რა გჭირს შენ ახლა მართლა 4 წოლი ყავდა 4 წოლი როგორც წესი და რიგია გადი ახლა დაელაპარაკე შენ აგენაღლება რა გადი დაელაპარაკე მაგარია მიდი მეთქი ცხენია გადი ახლა რო გეუნები გადი როგორც წესი და რიგია ისე დაელაპარაკე ხო კარგი მივდივარ ხო ლაშა ახლავე მოხვალ ხო? კი. ავიჯდები ხმა შენ რა გჭირს ლაშა გამაგებინე რა ბოლოს და ბოლოს მაგრამ ბოთე ხარ რა ლოყებიანი ბოთე. აი თუ არა ხარ. ლაშა მიწია გავედი. გამარჯობა შენ თან რა გამჭირს კაცო მოდია შემოდი
გაიცანი პატა ჩვენი მეზობელი. მეზობელი ჩვენი მეზობელი. სოფი, გამარჯობა სოფი, ჯერსტი პატა არა პეპე. გესმის შენ? პეპე. ხოთები ანუ ის ხო არის ბობი, მე ვარ პეპე. აბა ეხა შემომხედეთ როგორია, მიხდება მოგწონთ, ჰა? როგორია? ჰა? როგორია? მე პატა მაგარია ძალიან გიხდება და რაზე მეკითხები საყურე თეკლა რა გჭი საყურე პატა პეპე ყური გაიხრით ხო კი აბარა ყური გაიხრით მე გიჟდები ბიჭს რომ აქვს ყური გახრებული მოდი მოიცა მართლა გიჟდები ნახე შემოხედი ნახე მეც გიჟდები ესე რომ გიჟდები აი პატა ძალიან გიხდება მართლა იცი რა მე მგონი მართლა ძალიან კი პატა საყურის ყურები გაქვს თეკლა მე მგონი მე უფრო მომწონს კარგი გასაგებია გავიგე რომ მიხდება დიდი მადლობა პატა ერთით მოდი პეპე მოდი ცოტა პატა ბატონო ძალიან გეტკინა რომ გაიხრიდე ეგა არა რა სრაპარაკობ რა მეტკინა არა აი არაფერი რა იყო მეტკინა ხა რა მოგივიდა პეპე უნდა მომიყვეს სად გაიხრიდე როგორ გაიხრიდე ეხლა გითხრა ეხა გელაპარაკო გითხრა ეხა მოკლედ რა ხდება მე საერთოდ ცოლ არა რა მეტკინა სულ რა ხდება იცი საერთოდ მე ვარ ძალიან ისეთი ხო ხდები ანუ აი მრავალფეროვანი და ესე თავისუფალი ადამიანი და ჩემთვის ეს ეხლა არ არის პრობლემა ხო და აი შემომხედე ნახე როგორ პირველ ხო ნუ ისეთი ვარიანტია ხო ხდები რა უსამართლობა რა მსოფლიოში ყველაზე სასაცილო ბიჭი მომწონს და იმაშიც მეცილება. ვცემ ახლა. მეც. მე სოფიკოს ვცემ. თქვენ ორნი მაინც ხართ. ძლივს არ დაიძინე ეს, აჰა. ნახე სოფი. ყური გავიხრიტე. მიხდება ძალიან მიხდება თუ ისე რა, აჰა. ხო, რა ვიცი კი. ეს არა გიშერი არ მიხდება, იცი. მოიცადე, აბა ეს რა ვიცი, აბა. აი სოფი ეს იგი გავიხრიტე ყური, რა ვიცი, სხვისთვის ჭიპის გახვრეტასაც ვაპირებ და ნახოთ აბა როგორ. არა ძალიან ქალუთ მაინც. ლაშაბიძია? რა საკითხი? აბაზენა შევდიოდი. და მანდრაგინ. აქ რო წამოვედი, აი გზაში ჩამეძინა, ეხლა შენ ხმაზე გამეღვიძა და შევდივარ აბაზანაში, ხო? შენ რა გინდა აქ? წყალი უნდა დავი. ხო, წყალი დალია, კარგი. სოფი, ნახე შენი გულისთვის ყური გავიხრიტე. აუ, თეკლა რანაირი საყურეები გაქვს? დალია წყალი შენ. თუ დალია რა გინდა ახლა აქ? ხო, კარგი, წავალ დავიძინებ. ისე დედიკოს ზარდახშაში ბევრი ბეჭდები და ძიები აქვს და გაიკეთე მოგიხდება.